უკვე თვალშისაცემია, რომ ქუთაისშიც შეიმჩნევა ანალოგიური პრობლემები, რაც თბილისსა და ბათუმში მოხდა, კერძოდ ისტორიულ უბნებში მაღლივი კორპუსების მშენებლობა. შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს არ არის ცათამბჯენები, მაგრამ 2 და 3 სართულიან განაშენიანებაში, როცა 6-7 სართულიან კორპუსს აშენებთ ან ისტორიულ ზონაში, ეს მე მგონი არის პრობლემა. თუ ეს ტენდენცია ასე გაგრძელდა, ეს უკვე გამოიწვევს იმას, რომ ქალაქში ისტორიული ზონა ფაქტობრივად აღარ იქნება, აღარ შემოგრჩება. ეს არის ის, რისთვისაც ტურისტი, უცხოელი თუ ადგილობრივი ჩამოდის ამ ქალაქში და სწორედ ეს აინტერესებს და არა მაღლივი კორპუსების ნახვა. ურბანული ჩარევები ქუთაისში უკვე თვალშისაცემი გახდა, ისე არა როგორც თბილისში და განსაკუთრებით ბათუმში, თუმცა თვალშისაცემი არის ამის ნათელი მაგალითი, არაერთი გვაქვს. არა მარტო ცენტრალური ტერიტორიის მხარეთ, არამედ ზოგადად უბნებშიც კი. აღარ დავასახელებ კონკრეტულად რომელ და რა უბნებს და ასე უნდა ეს ჩვენც ყველამ კარგად ვიცით. გავსი რაღაც ხდება, იმიტომ რომ ეს ბიზნესიც და პოლიტიკაც და ეს ყველაფერი ერთმანეთში ისე არის უკვე აზელილი, ბოდიში და ვისაც სადაც გაუხარდება, იქ აკეთებს თავის ბიზნესს, რაც ამახინჯებს, რა თქმა უნდა, ქალაქის იერსახეს. თუ აკეთებ ამ ყველაფერს ხალხისთვის, მაშინ ხალხს უნდა კითხო და თუ არ ეკითხები და ისე აკეთებ, მაშინ გამოდის რომ ეს ხალხისთვის არ არის. ეს არის პირველ რიგში შენი როგორც ბიზნესმენის და მე როგორც პოლიტიკისთვის ძალიან კარგი. კარგია როცა ვითარდება და ბევრი რაღაც კეთება, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რაღაც წავაგოთ და ასე რომ ვთქვათ, დამახინჯებული იყოს და აი მაგალითად 5-6 წლის უკანანდელი ემიგრანტები რო ჩამოდიან, საერთოდ ვერ ცნობენ ქალაქს და ეს ერთი მხრივ კარგიც არის და მეორე მხრივ ცუდი არის ხა. იმიტომ რომ როცა ადამიანი აირიდან იხედება და ხედის მაგერად მეორე-მესამე წელს უკვე კორპუსს ხედავს, ძალიან საშინელება. ყველა ქუთაისელს უსწრობს ქალმაგმა შეინარჩუნოს ისტორიული სახე. აი მაგალითად ბაღი რო ეკეთდება ეხლა ხო აქ მეტნაკლებად ისტორიულობა შენარჩუნებულია. ბათუმში მართლა საგანგაშო მდგომარეობა არ ვიცი მე ვერ იცნობს ადამიანი რომ შევიდეს ახლა იქ საერთოდ ვერ იცნობს. აი ამას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა ისტორიული სახის შენარჩუნებას, ვიდრე იმ მაღალ შენობებს და რომ გადაგვარდეს ქალაქი და არ კონდეს მისი სახე. ისტორიულ ნაწილში ჯერჯერობით არა, თუმცა არის საწყისები, რომელიც დაიწყო აღმაშენებლის გამზირიდან. ყოველ 30 მეტრში ახალ კორპუსს დგამენ, მიყვებიან ასე აღმაშენებელზე ადგილი რო აღარ იქნება, მერე გადავლენ ალბათ უფრო იქეთ, ქალაქის ცენტრისკენ და რავი, ქუთაისი აქამდე ამაყობდა იმით, რომ რაღაცა არქიტექტურა შეინიშნებოდა ძველი რაღაცა ტურისტებს აინტერესებდა და თუ ნელ-ნელა დაემსგავსება ბათუმს და თბილისს, ეგ მე მგონი არც ქუთაისელებისთვის იქნება მაინც და მაინც კარგი და ტურისტებსაც მაინც და მაინც აღარ დააინტერესებთ, რომ კორპუსები ნახვა ყველგან შეიძლება. კატასტროფა არის ახლა რაც ქალაქში ხდება. მე ჩამდაგისახლეთ რამდენიმე მაგალითი. ეს არის გაპონოვის ქუჩა, სადაც ღიად დარღვეული არის. კულტურული მემკვიდრეობის ყოველგვარი კანონი. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი დარღვეული არის. აი აქ ყოფილი, სადაც ახლა არგო არის აშენებული და ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ქრიშაშვილის ქუჩაზე. აი 2 სართულიან, 3 სართულიან ქუთაისზე ქონდა საუბარი ეგრეთ წოდებულ ბჟოლებზე, სადაც ახლა ჩვენ 2-3 სართულიან შენობებს ფაქტიურად ვერ ვნახავთ, აქ არის დაახლოებით 7-დან 12 სართულამდე მაღლივი კორპუსები წამოჭიმული. მიუხედავად არაერთი ღია განცხადებისა, რომ ქალაქს გენერალური გეგმა ექნებოდა, არავითარ გენერალური გეგმის საუბარი ქალაქში არ არის, აქ არსებობს მხოლოდ ერთი გენერალური გეგმა, რა ინტერესები აქვს ქალაქის მიერ და ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს. მათ ინტერესებზე არის მოგებული ქალაქის ურბანული პოლიტიკის განვითარება. ესენი კოეფიციენტებს ცვლიან იმის მიხედვით, თუ რა ინტერესია ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს. მათ აქვს ინტერესი აშენდეს 12 სართულიანი, 14 სართულიანი კორპუსი, ისინი არაფერ არ დაგიდებენ, ამას ძველი უბანია, თუ რა არის ისტორიასთან ამ შეხება. თუ ხელისუფლებას ჰქონდა ინტერესი, რომ მაღლივი კორპუსები წამოსულიყო და აშენებულიყო ქალაქში, შესანიშნავი ბაზა იყო ამისათვის ნიკიაზე, ავანგარდში, იგივე ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ თუ იქ აკეთებენ, რა ქვია, ნიკიასკენ იგი გაშლია მინდოდა კი ვინ შეეხება 10 კი არა 2 სართულიანი აშენოს მაგრამ თვითონ ქალაქში ყველაფერი ძველებურია არავინ არ ანგრევებენ ამისებს უფლებას კაცი კანტანგრევისას და ამიტომ ქუთაისში შეინარჩუნეს ყველაფერი ამას რაც აქვს ღირსეულად ჩვენ მაინც ლაპარა ჩვენ ქუთათურები ვართ მაინც და ვარც ნატური ხალხი, ნატური. აუცილებლად ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს ის იერსახე, რაც არის ძველი ქუთაისი. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის იმ სახის შენარჩუნება, რომელიც ქუთაისს ისტორიულად აქვს, რადგანაც ჯერ ერთი რომ ეს უძველესი ქალაქია მსოფლიოში, მეორე ის რომ ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია და ბუნებრივია ის კულტურული ფასეულობა, ისტორიული ფასეულობა, რაც გააჩნია ქალაქს, ძალიან ღირებულია
ზოგადად არა მარტო ქალაქისთვის, არამედ ქვეყნისთვის და შეიძლება რეგიონისთვისაც. ამ პრობლემაზე ალბათ მუშაობა მართებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ საბედნიეროდ ქუთაისში აი ძველი უბანი, ძველი განაშენიანება ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და ალბათ რაღაც საკანონმდებლო ბაზა უნდა არსებობდეს, რომელიც დაარეგულირებს ამ პროცესს და არ მოხდება ამ ისტორიულ ზონაში უხეში ჩარევა, ისეთი რასაც ჩვენ ახლა ზოგიერთ დასახლებაში ვამჩნევთ. რა თქმა უნდა, ტურისტებს მოსწონთ ძველებური სტილი და რეტროგრადული სტილი და ის ავთენტობა უბრალოდ ერთი რაღაცა არის. მათ იმიტომ მოწონთ ეს ყველაფერი, რომ ისტორიას უყვება, ხო, ეს ყველაფერი და თუ ისტორიას წავშლი, არა თუ ტურისტი, არამედ ადგილობრივიც აღარ გაჩერდება ისე მონდომებით, როგორც დავუშვათ აქამდე იყო. ამიტომ ზომებს რაც შეეხება, პირველ რიგში რაცაა მთავარი, ხალხის ერთობა არის მთავარი. მაშინ დავუშვათ, თუ შენი კორპუსის წინ, თუ შენ რაღაცა უბნის წინ რაღაც ისტორიული რაღაც ნაწილი არის და არ გინდა რომ ეს ყველაფერი დამახინჯდეს, ყველამ ერთად უნდა მოიღოს ამაზე ხმა, ჩაერთოს სხვა უბნებიც, იმიტომ რომ თუ ერთი არ დაეხმარება მეორეს, ხო, შეიძლება ის მეორე და მესამე გახდეს ამ ყველაფრის მსხვერპლი, ესე ვთქვათ. ისევ ძალაერთობისკენ მივდივართ და არა ის რომ მე არ მეხება, დღეს ჩემთან არ არიან, ჩემი საქმე არ არის და ასე შემდეგ. ის რაც თვლი რომ დღეს შენი საქმე არ არის, ყველა შენი პრობლემა შეიძლება გახდეს. რაც პრობლემა არის ქალაქში, ყველა ქალაქში მე მგონი საქართველოში არის გეგმის არ არსებობა და ეს უნდა არსებობდეს ყველა ქალაქში და უნდა იყოს წინასწარ გააწერილი თუ რა და როგორ და რატო შენდება და ის რომ რაღაც სილამაზე დარჩეს, რაღაც არქიტექტურა იგრძნობოდეს და ასე შემდეგ. ამაზე ვიღაცამ კი არა კომისიამ უნდა იმუშაოს, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყოს. ძველი ეგრეთ წოდებული ისტორიული უბნებში გასაჭირებელი არის მაღლივი კორპუსის შენებლობა. ყოველგვარი ნებართვის გაცემა უნდა შეჩერდეს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სხვა პროცესები. ეს რომ იყოს ახლა ნორმალური პროცესები და ნორმალურად ვითარდებოდეს ქვეყანა, მაშინ დაველოდებოდით არჩევნების შედეგებს და ახალი პარტია ან ახალი ქალაქის თავისთან შეიძლება საუბარი იმ პოლიტიკას, რასაც ქვია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მე ახლა გამოსავალს ვერ ხედავ. სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, აქ რამე ურბანული პოლიტიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი. განაშენიანების გეგმა უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი. უნდა იყოს ჩამოყალიბებული ის ხედვა, რომელიც შეინარჩუნებს ქალაქის ცენტრს. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ისეთ უბნებში, როგორიცაა მაგალითად თბილისის ქუჩა, იქ სადაც აი ძველი ცენტრალური უბნები არის, აიგრძალოს მრავალსართულიანი შენობების აშენება. ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. მიდგომა უნდა იყოს მოქნილი და ორიენტირებული იმაზე, რომ ქალაქმა შეინარჩუნოს თავის სახე. ხა წარმოიდგინეთ ქუთაისმა რომ თავის სახე ის რაც ახლა გვაქვს და რაც მიმზიდველია ბევრი სხვადასხვა ადამიანისთვის, უცხოელია თუ ქართველი, ამას თუ დავკარგავთ, მაშინ ქუთაისიც რაღაც გარკვეულ ფუნქციასაც დაკარგავს ამასთან ერთად.